კიანი გადაცემათა კოლოფი, გეტრაგი, რომელიც მომენტალურად თავს სიჩქარეებს. 8 ცილინდრიანი ბიტურბო, რომელიც არის წინ განთავსებული, თუმცა საჭის ღერძის უკან. ანუ ეს მანქანა არის mid-engine. ესეც იმისკენ მიუთითებს, რომ ტრეკზე იდეალურად იაროს ამ მანქანამ და წონის გადანაწილებას კარგი ჰქონდეს. AMG GTS-ებზე დამატებულია Race Start-ი, რომელიც უზრუნველყოფს კარგ და იდეალურ ლანჩს. Edition 1-ის უკანა პასიური სპოილერი ცდილობს, რომ ავტომობილის ტრაკი დააწეყოს მიწაზე და არ მოწყვეს, თუმცა ეს ჩვენ არ მოგწონს. AMG GTS-ი არის ის მანქანა, რომელსაც უფრო ძლიერი ავტომობილები ეჭიდავებიან, 100 და 200 ცხენით მეტი რომელსაც აქვს, თუმცა მაინც ხს ვერ ჭამენ. ჩვენ გადავწყვიტეთ ეს მანქანა გვეყიდა აი იმ ტესტ დრაივის მერე, რომელიც გადავიღეთ წლების წინ. შავი AMG GTS-ი გადავიღეთ და მაგან განაპირობა, რომ ეს მანქანა გახდა დღეს ჩვენი. 2014 წელს Mercedes-მა წარადგინა ეს პროექტი და 2015 წელს უკვე ჩაეშვა გაყიდვაში. პირველი ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი AMG GT-ზე, რომელსაც არ აქვს ის ფუნქციები, რომლებიც აქვს სხვა დანარჩენ კომპლექტაციებს, ანუ GTS და GTC-ს და GT-ს გულისხმობ. AMG GT-ს არ აქვს მაგალითად დაკიდების სისტემის დაგრუბება, დახისტება, დარბილება. არ აქვს ასევე მაყუჩის დროსელები, ხმა რო შეუცვალოთ უფრო დავაჭერთ ჩვენ როგორ ხომ ღილაკს რო ვაჭერთ 8 ცილინდრის ჯოჯოხეთური ხმა რო გამოდის უკნიდან. AMG GT-ს არ აქვს race mode, შესაბამისად არ აქვს launch control-ი, ასევე ბლოკირებული ხიდი აქვს, თუმცა არ აქვს ელექტრონული ბლოკირებული ხიდი, რასაც ჩვენ ძალიან კარგად ვიყენებთ აჩქარებისთვის და რა თქმა უნდა, ცოტა ცხენებიც ნაკლები აქვს ვიდრე GTS. 12000 კილომეტრი გავერთ იმისთვის, რომ ეს მანქანა გვეყიდა, მანდ პატარა ისტორია მინდა ჩავახსოვო, ჩვენ ყველა ავტომობილს კავკასიის ავტოიმპორტით ვყიდულობთ ხომ და ჩამოყავს ამერიკიდან, თუმცა იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ვყიდულობდით ამ მანქანას, ძალიან გაძურებული იყო მანქანები და კონკრეტულად GTS-ის ყიდვას ამერიკაში მუღამი აღარ ქონდა. ფაქტიურად ერთი და იგივე ფასი გამოდიოდა გერმანიაში შეძენილი და ამერიკიდან ჩამოყვანილი, დამტროლი და გაკეთებული. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ კონტენტისთვისაც საინტერესო იქნებოდა და 12000 კილომეტრი ჩვენი MX-ით ვიარეთ, რომ აი ეს მანქანა ჩამოგვეყვანა საქართველოში თბილისამდე და გამხდარიყო უხეში ტესტ დრაივის ავტომობილი. გადავიდეთ უკვე GTS-ზე, ეს ჩვეულებრივი GTS-ი არ არის, ეს არის Edition 1-ი და გეტყვით ახლა რა განსხვავება აქვს Edition 1-ს და უბრალოდ ჩვეულებრივი AMG GT-სგან რითი განსხვავდება GTS-ი. ნუ Edition 1-ი ეგეც საამაყოა, იმიტომ რომ 375 წალია სულ გამოშვებული და ერთ-ერთი ჩვენ ყავს ჩვენ უხეშ ტესტ დრაივის არხზე. Edition 1-ს აქვს ეს სპოილერი, რომელიც დაფიქსირებულია და არ მოძრაობს, მაგრამ ჩვეულებრივ AMG GT-ს აქვს აი ეს სპოილერი, აქ ზოლი, რაც ჩანს, ეს ამოდის მაღალ სიჩქარეზე. ნუ მექანიკურადაც შეიძლება გაიხსნას. ასევე სპოილერები, კარნის გულისხმობ, ეს კარნიზი არ აქვს ჩვეულებრივ AMG GT-ს და აქვს მხოლოდ Edition 1-ს, ნუ მე შეგიძლიათ დააყენოთ, მაგრამ ქარხნულად ეს არ მოყვება ჩვეულებრივ AMG GT-ს. ასევე ეს ტუჩის კომპლექტი მოყვება Edition 1-ს ქარხნულად, მე რა თქმა უნდა ჩვეულებრივ GT-ს აყენებენ ხოლმე, მაგრამ ქარხნულად მხოლოდ და მხოლოდ Edition 1-ს მოყვება. მე ყოველთვის ვიძახი ხოლმე, რომ ავტომობილის ყიდვა მთავარი არ არის, მთავარი არის მოულა შენახვა და ზრუნვა და აი ამ შემთხვევაშიც ჩვენ თავზე მინდა განახოთ მაგალითი თუ რა გადაგვდა თავს. აი ეს პატარა პლასმასის ტუჩის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც აი სულ ეს არის ზომით ხელი, რასაც გავუსვი, აი პატარაზე გაგვიტყდა, რაღაც ქვა მოხდა და ჩვეულებრივი პლასმასი, არანაირი კარბონი, არანაირი ფიბერი, არანაირი არაფერი სხვა მასა. ჩვეულებრივი პლასმასია, რომელიც გვხვდება ნებისმიერ სხვა მანქანაზე. მხოლოდ იმიტომ, რომ Mercedes-ი AMG GTS-ის არის, მაგ პატარა აი ესეთ პლასმასის ნაგლეჩი გადავიხადეს 1000 ლარი. მხოლოდ იმიტომ, რომ AMG GTS-ის ტუჩის ნაწილია. დავუბრუნდით ისევ განსხვავებებს AMG GT-ს და GTS შორის რა განსხვავებებიც არის. რეების ჩამოთვალი ამ მანქანას ეგ ყველაფერი აქვს, უფრო მეტი ცხენის ძალაც აქვს, ტორმუზები გაუმჯობესებული აქვს. ასევე არ მინდა გამომრჩეს, ამ მანქანაზე შეგიძლიათ შეუკვეთოთ, როდესაც ყიდულობთ კარბონ კერამიკული ტორმუზები. ჩვენ შემთხვევაში ჩვეულებრივია რკინის, მაგრამ კარბონ კერამიკული ტორმუზებიც კარგია, ნუ ეგ ტრეკისთვის უკეთესია რა თქმა უნდა. გადავიდეთ უკვე GTC-ზე, რომელიც უკვე facelift-ის დროს გამოვიდა, ანუ რესტაილინგი, რო გარესტაილინგი
რესტაილინგდა მანქანა, ხვირი რო შეიცვალა, მაგ დროს გამოვიდა GTC, ესე ჩააკვეტეს კიდე ერთი ვერსია, რომელიც კიდე უფრო ოდნავ რაღაცეები შეცვლილი აქვს და დახვეწილი აქვს და მან ყველას დიდი ცვლილება განიცადა ავტომობილმა უკანა საბურავების მოხვევა. უკანა ბორბლებიც უხვევს და ეს ეხმარება ტრეკზე უკეთესად რო ვიაროთ და მოსახვეებში უფრო სწრაფად რო შევიდეთ. მაგის გამო მე ვფიქრობ, რომ მაგის გამო უკანა კრილოები კიდევ ოდნავ უფრო გაბერილია და მანქანა მთლიანობაში უფრო განიერია. გადავიდეთ ახლა მთავარზე. AMG GT-R-ზე. ანუ GT-R-ი რა არის და რა არის სხვა დანარჩენი, რომლებიც ჩამოთვალე. GT-R-ი უფრო არის იმისთვის შექმნილი, რომ აქცენტი გქონდეს ტრეკზე ადამიანს მწვანე ჯოჯოხეთი, სადაც ჩვენ ვიყავით ნურბურგინგზე, მაგისთვის არის GT-R-ი გამოშვებული. GT-R-ი ბევრად სპორტულია, ბევრად სპორტულობაში გულისხმობ, რომ აი ეს სკამები რო გვაქვს ჩვენ და რო გვიყვარს და ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე იმას, რომ Mercedes-ებში ვინც უკეთავს ამ სკამებით მანქანას, AMG-ს გულისხმობ, აი ეს სპორტული სავარძლები რო დევს, ძალიან გვიყვარს, მაგრამ GT-R-ში პირდაპირ რეისინგ კოუშებიდეს, რომელიც პირდაპირ აი თირკმელებში გირტყავს ტაისონივით. ეგ იმას მიანიშნებს, რომ ავტომობილი არის გათვლილი იმისთვის, რომ ტრეკზე იყოს კარგი და არა საშუალოდ იყოს აქაც და იქის. იქ დაკიდების სისტემა ბევრად ხისტია, სავარძლები სპორტულია, უკან გადუგულია, დაგდებულია ძირს, უფრო მეტი ცხენის ზალა აქვს, თუმცა მაგ ცხენის ზალაში GT-R-საც არ აქვს ეს ზევი და ვედროთი ჩაყრილი ცხენები და საჯინიბო არ არის კაპოტ ქვეშ, მაგრამ მაინც ცოტა მეტი ცხენია, რომ სხვაობა იყოს რაღაცებში. მაგრამ ყველაზე დიდი სხვაობა კიდე არის ვიზუალი. GT-R-ი არის ბევრად განიერი, კრილოებიც სხვა აქვს და რა თქმა უნდა უკან დიფუზორიც სხვანაირად აქვს. შუაში აქვს დამატებული ესეთი მაყუჩები და რეალურად მეც მეგონა რომ შუაში იყო გადატანილი მაყუჩები და ვიხლოპი შუაში იყო მარტო 2 ცალი, მაგრამ რეალურად გვერდებზეც დატოვებული. ანუ გამოდის რომ ავტომობილს უკიდან 4 მაყუჩი აქვს. და ბოლო ჩვენ მოგვეცა საშუალება რომ სურათი გადაგვეღო და ეს თითი დაგვედო იმ მანქანაზე Black Series, ანუ AMG GT-R Black Series. ეგ არის ტოპი, მაგის ზევით AMG GT-ში სერია აღარ არსებობს. ეგ არის ფაქტიურად 9 მილიონიანი მანქანა, რომელიც უბრალოდ წააგავს აი ამ კუზაოს. რეალურად არაფერი არ აქვს იგივე, რაც ამ მანქანებს აქვს. აი არაფერი არ აქვს იგივე, არც ვიზუალი არ აქვს ფაქტიურად იგივე. არც კრილოები, არც შიდა ინტერიერი, არც გარე ექსტერიერი, არც ძრავი, ანუ არც დაკიდების სისტემა, არაფერი. ეგ მანქანა არის პირდაპირ გამოშვებული იმისთვის, რომ მხოლოდ ტრეკზე იარო. თუმცა ისე გააკეთეს, რომ შენ თუ მოგინდა ქალაქში გავლა მაგითი, მაინც სტრიტ ლეგალად დატოვეს. სტრიტ ლეგალი ნიშნავს იმას, რომ სპორტული ავტომობილები, რომლებიც არის უკვე უსაფრთხოების კარკასით, არის ეგეთი დაბალი, ამდენი ცხენის ზალა აქვს და გამოშიგნულია მანქანა ინტერიერს გულისხმობ, ზოგადად ეგეთი მანქანებით გადაადგილება ქალაქებში იგრძალება. ისე გააკეთეს, რომ აი ზღვარზე იყვნენ, აი წითელ ხაზთან იყვნენ, მაგრამ ყველაფერი დაიცვეს როგორც საჭირო იყო და ქალაქში შეიძლება მაგ მანქანით გადაადგილება. არაერთხელ მოხსნა ნურბურგინგის რეკორდი და ნუ ერთ-ერთი ყველაზე საამაყო გერმანული ავტომობილია ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, ნურბურგინგზეც შეხვდა რამოდენიმე ეგ მანქანა და უბრალოდ ყბა ჩამოგვივარდა, აი მართლა ყბა ჩამოგვივარდა, შედევრია ჩემთვის ეგ მანქანა. ნუ ვიღაცა შეიძლება ფიქრობდეს, რომ რა მაგარი იქნებოდა, დავითრევდი და ვიკატავებდიო, პირდა აი დამერწმუნეთ მაგ მანქანით საერთოდ ვერ იკაიფებთ ქალაქში, ეგ არის მხოლოდ აი ტრეკისთვის. დაუბრუნდეთ ჩვენ GTS, რატო ყავს არხზე. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთი ჯილა მანქანა გვჭირდებოდა, რომელიც drag racing-ისთვის კარგი იქნებოდა და იდეალური. ზუსტად მაგიტომ ევროპა-ბეთის მანქანა შევიძინეთ AMG GTS-ი და ეხლა უკვე სხვა ჭრილში შევხედოთ ამ მანქანას. რას უპირებთ, რა გავუკეთეთ და სამომავლოდ რა გეგმები გვაქვს. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვეულებრივი ტესტ-დრაივი უკვე აღარ გვინდა, ჩვენ კონკრეტულად იმეებზე დავიწყებთ საუბარს, თუ ამ მანქანას რისთვის გამოვიყენებთ და რას გავუკეთებთ. გადავწყვიტეთ, რომ ცხენები მოსამატებელი იყო, ქარხნულად ამ მანქანას აქვს 510 ცხენის ზალა და ჩვენთვის ეგ საკმარისი ნამდვილად არ იყო. გვინდოდა, რომ უფრო მძლავრი და ძლიერი მანქანა ყოლოდა ჩვენი უხეშ ტესტ-დრაივის არხზე. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ GT Performance-ში წავსულიყავით და რაღაც ცოტა ცხენები მოგვემატებინა, სულში ხელები გვეფათურებინა და ეხლა დავიწყებთ თუ პირველი ეტაპი რა გავიარეთ და რა გავუკეთეთ ამ მანქანას. მივედით GT Performance-ში ამ ჩვენი მოთხოვნებით და რა თქმა უნდა ბიჭები დაგვეხმარნენ. პირველი ეტაპი ეგ იყო, რომ გამშვები კოლექტორი გვჭირდებოდა, down-5-ს ეძახით ხოლმე და GT Performance-მა საკაიფო ფაში, აი ჯიგრულ ფაში შეგვაძეინა, გვაპოვნინა, ვიყიდეთ, დავაყენეთ ეგ. მერე დავაყენეთ უკვე შემშვები, რომელიც უნდა განახოთ, აუცილებლად უნდა განახოთ ეგ კარბონის შემშვები. აი ეს არის ის კარბონის შემშვები, რომელზეც საუბრობდი, შემშვები, აქ საიდანაც ცივი ჰაერი შედის და ამარაგებს ჩვენ ძრავს სუფთა ჰაერით, აი ბაკურიანიდან ჩამოტანილი ჰაერი შედის აქ პირდაპირ.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი შემშვები, რომელიც GTS-ისთვის არის შექმნილი. Eventually ის ჩური არა, eventually არის. ესე ქვია, უღმესი მადლობა Notos GT Performance, რომ დაგვაკავშირა ბექასთან. ბექა არის ის ადამიანი, ვინც ეს ნაწილები მოვყიდა და ეხლა ბექაზეც მინდა 1-2 სიტყვით აგიხსნათ, რატო ქონდა, საიდან ქონდა ეს ნაწილები და რატო შევიძინეთ ჩვენ. არსებობდა ესეთი GTS-ი, რომელიც არის გამარჯვებული drag racing-ის უკანა წამყვანში, რეკორდსმენი. 10 და 6-ში დადიოდა 402 მეტრს და ანუ აი კატასტროფულად კარგი შედეგი ჰქონდა. შეგახსენებთ, ეგ არის ოქროსფერი GTS-ი, ვინც drag racing-ს უყურებთ ხოლმე გეცოდინებათ, ვინც მაგალითად არ იცით, გეტყვით, რომ ქალაქში თუ შეგხვდათ ოქროსფერი GTS-ი, აი იმის ნაწილები გვიყენია აქ. ეს ყველაფერი შევიძინეთ უკვე დრო მოვიდა, რომ დაგვეყენებინა ავტომობილზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ავტოგრაფში ვაკეთებთ ხოლმე და სხვას ვერს ვანდოვდით ამანქანს სადღაც დაგვეტოვებინა, წავედით ავტოგრაფში და დავიწყეთ უკვე აი ამ ნაწილების მორგება ჩვენ GTS-ზე. პირდაპირ ყველაფერი ესე მარტივად არ დგება ამ მანქანაზე, რაღაცებს წვალება დაჭირდა, რაღაცებს გადაკეთება დაჭირდა, თუმცა ყველაფერი საბოლოო ჯამში იდეალურად გამოვიდა და ყველაფერი მოვარგეთ ისე როგორც საჭირო იყო ამ მანქანაზე. უკვე მზადდება ეს მანქანა იმისთვის, რომ შევაგოროთ Notos-თან GT Performance-ში, მაგრამ საჭირო იყო მაგისთვის აალების ანთლების სვეჩები, ჩვენ რასაც ვიძახით ხოლმე და აქაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვიძახი სვეჩების ფასს, რომ იცოდეთ დაახლოებით ამ მანქანაზე ეს ნაწილები რა ჯდება. სვეჩებში გადავიხადეთ დაახლოებით 700 ლარი, რაც არც თუ ისე იაფია, ეგეც საჭირო იყო, ყველაფერი იდეალურად უნდა ყოფილიყო მომზადებული, რომ დინოზე შეგვეგორებინა და პროგრამა ჩაგვეწერა. და მოვიდა დრო, რომ უკვე ზეთი შეგვეცვალა, იმიტომ იქიდან რომ ჩამოვედი გერმანული ზეთით, ჩამოვედით თბილისამდე და დინოს ჭირდება საუკეთესო ზეთი, იქ მაღალ ბრუნებზე რომ მიდის უკვე პროგრამის ჩაწერა, რა თქმა უნდა, კარგი ზეთი უნდა ქონოდა და ამოვასხით აი ეს ზეთი, ის გერმანული ზეთი, რომელიც ამაში ეს ამოვასხი და გავაჯმევინეთ, სადაც გავუშვით ატრაპოტკაზე, გავაგზავნეთ და ჩავასხით ვალვოლინი და იცით რომ ყველა მანქანაში ვალვოლინს ვასხავთ ხოლმე. ჩვენ იდეალურად გვემსახურებოდა და ჩვენ ჯერ უხეში test drive-ის არხის ისტორიაში ზეთის გამო პრობლემა არ შექმნია არასდროს. ვინაიდან ჩვენი მანქანა იყო ქარხმული, გვინდოდა before after გაგვეკეთებინა, ანუ როგორ დადიოდა ამ პირობებში საქართველოში, სადაც ყველა ტესტავს ხოლმე ამ მანქანას და როგორ ივლინდა უკვე გაკეთების შემდეგ. ამიტომ გიო წავიდა ეს drag racer-ა წავიდა და გაზომა 100-200 და დადიოდა 7 და 7-ში. საკმაოდ კარგი შედეგია ქარხმული მანქანისთვის, მინდა გითხრათ, ანუ კარგად დადის, ანუ ჯანზია ყველაფერი ამ მანქანას, მაგრამ ნუ მაგას რა თქმა უნდა ჩვენ არ დავჯერდით და გვინდა რომ უკეთესი ყოფილიყო. წავედით უკვე, შევედით უკვე ამ GT Performance-ში, მივედით, დინოზე დავაყენეთ, იქ Nodom თავისი მაგია ჩაატარა, ყველაფერი ჩაწერა, ყველაფერი უკვე მწყობშია, მანქანას მოეწონა სხვათა შორის, კარგი ცხენები, კაი გარბენით, ყველაფერი იდეალურად დაევასა და თავისი მაგია რო ჩართო, მაქედან გამომდინარე მოვამატეთ ცხენები და საბურავზე აჩვენა 5-7 ცხენის ზალა. უხეში გამოთვლებით, ან ინტერნეტში გამოთვლებით, საიდანაც არ უნდა იყოს პროცენტულად, გამოდის დაახლოებით 625 ცხენის ზალა ძრავზე. ნუ მახავიზე როგორც ვიზახდით ხოლმე. ძრავი გამოიმუშავს 625 ცხენის ზალას, ესე დავარქვათ, რომ 625 ცხენის ზალა აქვს და მაგის მერე კიდე გავედით გასატესტად 100-200-ის და მოვიგეთ 1 წამი, ანუ 7 და 7-ის მაგივრად დადის უკვე 6 და 6-ში. რა ძალიან კარგი შედეგია. თუმცა მაგასაც ვერ დავჯერდებით, სამომავლოდ ფიქრობთ, რომ უფრო მეტი შეუძლია ამ მანქანას და ასევე ჩვენც უფრო მეტი შეგვიძლია, რაღაც გეგმები გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე დავჯერდით მაგ 625 ცხენის ზალას. ასევე აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ მეგობრობთ ყველასთან, აი ვისაც უყვარს ეს ნასტროიკები და მაგ საქმით არის დაკავებული. შეგახსენოთ, რომ მეოთხე სერია, როდესაც შევიძეთ, წავედით STS ტიუნინგთან, იკამაკთან, ჩვენ მეგობართან. ასევე C63 რო ჩამოვიყვანეთ, ეგ მივიყვანეთ გელაშვილთან და დინოზე შევამოწმეთ, როგორ მუშაობდა და რამდენი ცხენის ზალას გვაჩვენებდა. მაგის მერე შევიძინეთ უკვე CLS-ი და M6-ის პროექტი ჰქონდა დაწყებული და CLS-ზე გვინდოდა ცხენების მომატება და მივედით ჩვენ მეგობარ ვანოსთან ვიტეჩ და მე ვანოსთან ერთად წავედით უკვე სანის დინოზე და მანდაც ვანომ იმდენი ცხენი მოაყარო ბოლოს დააწია, ამდენი არ გვინდა მეთქი და ეგ მანქანას მაგრა იყო გაკეთებული. GTS-ი მივიყვანეთ GT Performance-ში Nodos-თან და არ გამოურიცხავთ, რომ სხვა პროექტს რო დავიწყეთ, მივიყვანოთ AB Performance-ში. ისინი ჩვენი მეგობრები არიან და ყველასთან მეგობრობთ და გვინდა რომ ყველას გვერდში ვედგეთ და თქვენც უკვე ნებისმიერ აი რაც გაგიხარდება, ვისთანაც გაგიხარდება, შეგიძლიათ მიხვიდეთ. ჩვენ უბრალოდ განახეთ ვინ რას აკეთებს, როგორ აკეთებს და რამდენად წარმატებულები არიან. ამდენი ცხენი შეიძლება რაღაც ციფრებში არ იყოს 1000 და 2000, თუმცა ძალიან დიდი პრობლემა შეგვექმნა მოჭიდებასთან დაკავშირებით. ანუ
უკანა წამყვანია ეს მანქანა და მაინც რთულია ჩვეულებრივი საბურავებით აჩქარება. ანუ უკვე ესე სიტუაციაში ვიყავით, აი სხვარი უყავს გამომული ფეხზე, ეგ სხვარი გვერდზე გვეჯდა, ღვედი ჩეკრულით და ერთად გვეშინოდა. ბოლოს ეგ გაუშვით, გადარჩა, ესე თვალებით მიყვა რომ ჩავხედე თვალებში აჩქარების დროს, აი რას მერჩიდო პირდაპირ შემწიროთ, ხო შეგიძლიათ, ანუ პიზდეცი არის, აი ჩაჯმა არის ამ სიჩქარეზე უკანა წამყვანიანი ავტომობილით, ჩვეულებრივი საბურავებით რომ დადიხარ, ნებისმიერ დროს შეიძლება მოწყდეს. ნუ გამოსავალი ჩვენ ისედაც ვიცოდით და საბოლოოდ მივმართეთ მაგ გამოსავალს და შევიძინეთ Toyos 3-იანი ნახევრად სლიკის საბურავი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული საბურავი ავტოსფეროში. ჩემი გამოსახედიდან დრიფტში ერთ-ერთი საუკეთესო არის და როდესაც ეს საბურავები შემოვიდა ბაზარზე, რომელიც იწარმოება მხოლოდ იაპონიაში და ძალიან დიდი დაკვირვების ქვეშ და ერთ-ერთი ჩემი საყვარელი დრიფტერი, რომელიც არის სახელგანთქმული მასატო კავაბა და ისიც კი მუშაობდა ამ საბურავების შექმნის დროს და რაღაცას იქ ეუბნებოდა ესე არა ეს დაამატეს და ესე უნდა ხნათ და ესე უნდა ხნათ და ნუ დრიფტიდან გადავიდა დრაგზე, რეისინგზე, თაიმათაკს და ეს საბურავი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი და ცნობილი საბურავი, ვისაც უყვარს გაზაობა ჩვენსავით. ასევე, კარგი სიახლე ის არის, რომ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის ამბოლი ამ საბურავების. ეხლა შეიძლება კონკრეტულად მაღაზიაში მიხვიდეთ ამბოლში და 3-რვიანია ეს ნახევრად სლიკის საბურავი სტენდზე არიდოს და მაგას თავისი მიზეზი აქვს, იმიტომ მოთხოვნა მაინც ცოტაა, ძალიან ძვირი ღირს ეს საბურავი, მაგრამ შეკვეთა შეგიძლიათ და სხვა დანარჩენი Toyos საბურავები და Toyos პროდუქტი ყველაფერი შეგიძლიათ შეიძინოთ, რაც ისეთი ადამიანურია და ჩვეულებრივი მანქანისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. ბევრი ვიფიქრეთ, არც თუ ისე ბევრი ვიფიქრეთ, რასთან უნდა დაგვეყენებინა, საუკეთესო დროის მქონე მანქანას ვარჩევდით, რომელთან უნდა დაგვეყენებინა და რა თქმა უნდა, პირველი გაგვახსენდა G80-ის M3, რომელიც ჩვენ მეგობრის არის და გვინდოდა მაგ მანქანასთან დაყენება. ნუ ძალიან სწრაფი მანქანაა და იცით როგორ დადის და ტესტ-დრაივის გადავიღე და შედევრია ეგ ტესტ-დრაივი შეგიძლიათ ნახოთ. თუმცა პრობლემა შეგვექნა იმაში, რომ ეგ მანქანა გაასტოკა, ანუ ისეთი ძლიერი აღარ არის, ჩვეულებრივი M3 გახდა და ჩვეულებრივი M3-თან უკვე აზრი აღარ აქვს, რომ დავაყენოთ ეს მანქანა. ანუ უბრალოდ ეს გაასწრებს და დამთავრდა. მაგრამ მერე გაგვახსენდა, რომ ეგ G80-ის M3 დაუყენეთ ისევ ჩვენი მეგობრის თავისივე საკუთარ GT5-ას, აი რომელიც არის, აი პირდაპირ გეუბნებით. ამერიკული ჯოჯოხეთიდან ეს ხო არის გერმანული მწვანე ჯოჯოხეთიდან, ის არის უბრალოდ ამერიკული ჯოჯოხეთიდან გამოქცეული. მაგ მანქანას აქვს 800 პლუსი ცხენის ზავა. რა თქმა უნდა, ქართული არ არის, მანდაც გაკეთებულია, მანდაც ნუ მიყრილი აქვს ცხენები და 800 პლუს ცხენის ზავა და უკანა წამყვანი ერთ-ერთი ყველაზე ჩქარი მანქანაა საქართველოში. აი მანქანა რასაც ქვია და თავისი სალონი რო აქვს და ტაბურეტყაზე რო არის ადამიანი და გადავწყვიტეთ რომ მაგ მანქანასთან დაგვეყენებინა. ჩვენ შეგვიძლია უკვე დაუბრუნდეთ დრაგს, ვნახოთ თუ როგორ გაართვა ამ მანქანამ იმასთან, ან იმან ამასთან და ისიამოვნეთ. ჩაჩილავდით და ეხა იწყება დრაგ რეისინგი. Ford Mustang GT500, ნამდვილი GT500, ამ მანქანის ტესტ-დრაივი გვიდევს, აი ეგ არის შედევრი, მაგ ტესტ-დრაივს უნდა უყუროთ, თუ ნანახი არ გაქვთ, გადადით და უყურეთ, მაგას აუცილებლად. ამ მანქანას დაახლოებით 800 ცხენის ზალა აქვს, 1000 ნიუტონი, ანუ ერთ-ერთი მძლავრი ავტომობილია საქართველოში, ანუ ციფრებით ყოველ შემთხვევაში აი ქვას ხეთკავს და გვაინტერესებს GTS-ი რას იზავს ამ მანქანასთან. ან პირიქით ეს რას იზავს GTS-თან. დაფხარ? კი, დავაი.
სტარტი რაც მოიგია ზუსტად ისე მივდიოდით. მაშინ გავგორდეთ. მოკლედ როგორც მოსალოდნელი იყო ადგილიდან ბევრად წინ გავიდა GTS-ი, იმიტომ რომ ამ მანქანას ძალიან დიდი პლუსი აქვს დაძვრის, ანუ ძალიან მაგრად იწვრება და ზუსტად მაგაში მოიგო ეხლა მანქანა. დიდი შანსია რომ ნარავნები არ, თვითონ შენ რო გადახტი ან ნელ-ნელა მოუყოყავდი, ან მაგრად არის. გაგორებულზე უკვე რომ მივდივართ, ცხენები თავისაშება. კარგად მიდის, ანუ ძალიან მაგრად მიდის და GTS რაც შეეხება, ну ბევრად ნაკლები ცხენი აქვს ვიდრე Mustang-ს და თავის ცხენების რეალიზებას მართლა უკეთესად ახდენს. ცოტათი კიდე 200 მეტრი იყოს რა. ეწევი. ო, უცხენი ძალა თავისაშვება. ო, ნუ ეხა. ანუ ეს მანქანა მაგრად ადის, მაგრამ ცხენებს ეგ ბევრად მაგრად იყენებს. ამ მანქანით ქალაქგარეთ გამოვედით, იმიტომ რომ შეგვიძლია, ამ მანქანას შეუძლია ეგ. შეიძლება უნიკალური მანქანას იყოს, ცოტა ბრჭყალებში უნიკალური, იმიტომ რომ როგორც ქალაქშია კომფორტული, როგორც ტრეკზეა კარგი, ასევე ქალაქგარეთაც შეგიძლიათ სიარული, თუ ოდნავ მაინც კარგი ასფალტია და საფარია. თუ გზა მიდის, ეს მანქანაც დადის. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ზედმეტად ბოლიდი არ არის, რასაც ვერ ვიტყოდით GT-R-ზე, რომლითაც ძალიან რთულია ქალაქგარეთ შორ მანძილზე სიარული და ძალიან ხისტია. ამიტომ ესე ყოველდღიურად ვერ გამოიყენებ. ამ მანქანით შეგვიძლია რომ ყოველდღიურად ვიაროთ და საკმაოდ ნორმალურად. ვერ ვიტყოდი რომ მაიბახი კომფორტულია, მაგრამ შეგვიძლია ამ მანქანით ყოველდღიურად გადავაადგილდეთ. ვიზუალზე ბევრი არ მილაპარაკია, იმიტომ რომ ერთი ტესტ-დრაივი უკვე არსებობს. ამ კონკრეტულ ტესტ-დრაივში ძალიან ბევრ კადრებს ნახავთ და დეტალურად აღარ ვაპირებ ამ მანქანის ვიზუალზე საუბარს, თუმცა მინდა აღვნიშნო ის, რომ ამ მანქანის ფორმას რო ხედავ, უკვე ხვდები რომ ესეთი 1.8 ტურბო არ იქნება, ან 1.8 TDI არ იქნება. ყველა ეს ავტომობილი არის 8 ცილინდრიანი. ანუ იმის თქმა მინდა რომ თქვენ თუ ხედავთ M8-ს, M4-ს, M3-ს და სხვა დანარჩენ ბრენდებს და ავტომობილებს, იქ თუ არის რაღაც ტოპ კომპლექტაციის, მაგალითად BMW-ი, თუ არის M-ი,
იმ კუზაოს ყავს ჩვეულებრივი ვერსიებიც და ასევე 4-კარიანი GT-ის შემთხვევაში იქაც კი არის სხვადასხვა ძრავები, მაგრამ AMG GT-ში, ანუ ამაში კუპეში მხოლოდ ერთი ძრავი დევს ყველგან. 8 ცილინდრიანი ბიტურბო, რომელიც არის ნადირი და უკვე იცი ეს მანქანა რო ხედავ, რომ არ არის რაღაცა ორლარიანი და რაღაც GTS-ის ყოლა უნდა და ვიღაცას და რაღაც 1.8 TDI უდევსო ძრავი. ანუ ეგრე არ გამოდის. მანქანას ხედავ, ხვდები რომ არის ზვირიანი, ხვდები რომ არის ჩქარი და უნდა ერიდო ეგეთ მანქანას. უკვე შეგვიძლია დავბრუნდე თბილისისკენ, ცოტა ბნელდება და ღამის ქალაქშიც გვინდა გაკატავება ამ მანქანით. ალბათ როგორც სრულყოფილი ტესტ-დრაივი, ბევრი რაღაც გამოვტოვეთ და სპეციალურად გამოვტოვეთ, იმიტომ რომ პირველი სერია AMG GTS-ის გადაღებული გვაქვს და იქ გვაქვს ყველაფერი ნაჩვენები დეტალურად, ინტერიერი, ექსტერიერი, ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ხიდი და ასე შემდეგ. ეს არის გაგრძელება იმ ტესტ-დრაივის, ეს არის სერია 2 შეგვიძლია ესე უწოდოთ და აქ აქცენტი გქონდა იმაზე თუ რატო ვიყიდეთ და რისთვის ვიყიდეთ და რას ვუპირებთ ამ მანქანას და რა გეგმები გვაქვს ზოგადად მომავალში. ერთ-ერთი რაც მინდა გითხრათ, რაც მეც არ ვიცოდი, GTS-ებში არსებობს სხვანაირი სკამები, აი ჩვეულებრივი სკამი, არა რეისინგი ესეთი და სპორტული სკამი, არამედ ჩვეულებრივი სკამები არსებობს, რომელიც აი საშინლად გამოიყურება და არა მხოლოდ GT-ში, არამედ GTS-შიც არსებობს. ზუსტად მაგიტომ ის სკამები არ გვინდოდა. ამიტომ ჩვენ გადავიხადეთ ოდნავ მეტი რომ ყოფილიყო ამ სკამებით და ვეძებდით რომ უეჭველი ამ სკამებით გვინდოდა. აი GTS-ი და ის სკამები თან საქართველოში რომელიც GTS-ის დადის არც ერთს არ აქვს ის საშინელი სკამები. იმიტომ რომ ამერიკაში რომელიც GTS-ებიც იყიდება, ყველას ესეთი სკამი უყენი. ანუ ისეთი სკამით ამერიკაში GTS-ი არ ვინახავს. ჩვენ გერმანიაში ვიყიდა, როგორც ჩანს გერმანიაში არ ვიცი რატო ირჩევენ მაგ სკამებით, ეთქვა ბუოსილი აქვს ბევრს ამ მანქანით რო დადის და მით უმეტეს ასაკოვანი ხალხი დადის იმ მანქანებით, ძვირიანი მანქანებით გერმანიაში დადიოდნენ ბაბუები და ეთქობა ეს სკამს ვერ ეგუებიან და მიდიან და რაღაცა ასყიდულობ, აი დივანი იდო. ამ სკამისგან განსხვავებით კიდე პირველ GTS-ი, რომელიც ჩვენ გადავიღეთ ის შავი, არ ქონდა პანორამა, ჩვენ შემთხვევაში ნუ უბრალოდ ესე დაიმთხვა რომ ამ მანქანას პანორამა აქვს, ქვევიდან ეს შუშაა და ეს გამჭვირვალე პანორამიანი GTS-ით დავკატავთ. ნუ კიდე ერთი მე ძალიან მიყვარს, მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ წითელი ძაფით არის სალონი შეკერილი და ეს ფერების შერწყმა, გარედან ავტომობილის სერი, ჩვენ რო გვევასება, აი რუხს რო ვეძახით, გაბრაზებული მგლის ფერი როა, შიგნიდან შავი წითელში არის.
კაია, მეტი დანარჩენი უკვე ფაქტიურად ერთი და იგივეა ყველაფერი, ერთადერთი rule-ზე edition 1 აწერია და ეგეც უკვე ბევრჯერ განახეთ. რისთვის ვიყიდეთ ეს მანქანა, ეგ უკვე ძალიან კარგად იცით, რის გაკეთებას ვაპირებთ, ეგეც უკვე 1000 ჯერ გითხარით და ეს ყველაფერი მიდის უკვე ამ მანქანის ცვეთისკენ. ან ცვეთაში გულისხმობთ რას? ყველამ კარგად ვიცით, მით უმეტეს საქართველოში, აი ეს მანქანა რო ავიღოთ და ფარეხში გავაჩერდ და მარტო ჩვენი ვიდეოებისთვის რომ გამოვიყვანოთ ხოლმე და გამოვაჩინოთ რომ ეს მანქანა ყავს და მარიაჟობა დავიწყოთ, ავტომობილის ფასი პირიქით გაიზრდება, იმიტომ რომ შენახული მოვლილი მანქანა იქნება. თუმცა ჩვენ რასაც უპირებთ ამ მანქანას და რასაც უკვე ვუკეთებთ, იქ შემშვები, გამშვები, იქ ნასტროიკა, იქ გაზაობა, იქ ვიდეოები, იქ დაჩმორება სხვა მანქანების drag racing-ზე და დაყენება რა ბოზობა მანქანები რო იჩნდება ჩვენ უხეშ ტესტ-დრაივზე და რომ უყავს და ამას რო უყენებთ, ეგ ყველაფერი მოქმედებს იმაზე, რომ ფასი უფასურდება, ანუ ფასი აკლდება მაგითი, არ ემატება. იცით რომ ქართული მანქანა როდესაც ყავს და ის შენახულია და დრო რო გადის, იმას ფასი ემატება, მაგრამ აი მაგალითად კუზაოს მოჭრა, რაღაც კრილოების დამატება, რასაც მე მაგალითად კოროს უშვები, ეგ ფას აკლებს. რეალურად კი მე ვხარჯავ უფრო მეც, ვიდრე სტანდარტული მანქანა არის, მაგრამ ეგეთი რაღაცეები ტიუნინგი ზედმეტი ქართულ მანქანას ფას უკარგავს. ანუ ეს რატო ავხსენი, მინდა იცოდეთ, რომ აქ ჩვენი მიზანი არ იყო რაღაც მანქანა ვიყიდეთ მაგარი და კაი ტიპები ვართ და всё ხალხს დავანახეთ, რომ მაგარი მანქანა ვიყიდეთ და დავიშალეთ. არა, ჩვენი მიზანია, რომ თქვენ რაც გიყვართ, აი რასაც ელოდებით, ჩვენ ვიდეოებში ზუსტად ის გავაკეთოთ და ის შევასრულოთ. გევასებათ გაზაობა როგორც ჩვენ, გევასებათ მანქანის გაძლიერება როგორც ჩვენ და ის ისტორიები და ის თავგადასავალები როგორც თქვენ გიყვართ, ისე გიყვართ ჩვენ. ამიტომ ამის გაუფასურებაზე საერთოდ არ ვფიქრობ, მაგრამ კიდია მთავარია მაგარი ვიდეოები გადავიღო და თქვენც ისევ ის იამოვნოთ, როგორც ადრე სიამოვნებდათ ხოლმე ჩემი ყურება და უხეშ ტესტ-დრაივების. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ევროპაბეთს, რომ მოგცა საშუალება, რომ ეს მანქანა ჩამოგვეყვანა აქ და ისე გაგვეკეთებინა, როგორც ჩვენ გვინდა და მე მგონი ხედავთ, რომ აი ნადირი გამოვიდა. ასევე უღმესი მადლობა ვალვოლინს, აი ვალვოლინს ამ მანქანას არ ვაკლებთ. აი შვილივით გვიყვარს ეს მანქანა, აი რომელი შვილივით, იცი, აი ყველაფერს უკრძალავს, უტვის რო და მე საძმაკაცოში და უფროსებში რო იძახი, რომ ამას მე იმიტომ ვაკეთებ, რომ ის დაუფასდება, რომ გაიზრდება წარმატებული იქნება. ზუსტად მაგითო ამუჩათ ვიგდა ჩემშვები, გამშვები, ცხენები, ყველაფერი მოვაყარეთ, რომ წარმატებას მიაღწიოს, ამა რომ drag racing-ზე რო გამოვა. თამამად თავაწეულმა უნდა მოიგოს შეჯიბრებები სხვა ავტომობილებთან. ვალვონის რაც შეეხება, აი თავარი ეს ფარეხთან მიხვიდე და ესეც დაუგდო. მოკლე პავოდოგზე ყავს დაბმული ეს მანქანა, რომ აი ვალვოლინი არ მოაგდეს, რომ კარგად იყოს ზრაუმა, კარგად იმუშაოს და არაფერი არ მოაგდეს. ასევე 1-2-მა ჩემთან ახსენა, რომ 6 ცილინდრიანებში მაგრად მუშაობს ვალვოლინის ზეთი, მაგრამ აი 8 ცილინდრიანებში ისე რაო. აი გეხვეწებით, აი ამ ფიზიკოსობას და რაღაც ქიმიკოსობას თავი დაანებეთ, ანუ ეგეთი რაღაც სისულელეები თავიდან ამოიგდეთ, იმიტომ ეგეთი რაღაცა ცნება, რომ 6 ცილინდრიანში მუშაობდეს, 8-იანში ისე რა და მე 4-იანში უფრო მაგრა მუშაობდეს არ არსებობს. ასევე რაც ეს არხი დაარსდა, ვინც გამისნო უკეთესად, ყველა მიცით, რომ აი 8 ცილინდრიანებზე გიждდები. მით უმეტეს რამდენი 8 ცილინდრიანი ყავს და ყველაში ვალვოლინი ასხი. ამიტომ აი ეგეთ რაღაც ფანტაზიებს და სხვის რაღაც გაგონილ რაღაცა შეეშვით. რა და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ Ford Fusion-ზე, როდესაც ვალვოლინი ვახსენე გადაცემათა კოლოფისთვის, აი რამდენს გადაგირჩათ ეგ გადაცემათა კოლოფები, აი აღიარეთ ერთია და მეორე ძალიან ბევრმა მოგწერა და მადლობები გადაგვიხადეთ. ასევე თქვენ ძალიან ბევრი დააკომენტარეთ წინა ვიდეოზე, რომ კორვეტი სად არისო და კავკასიის ავტოიმპორტმა რა კორვეტის ჩამომიყვანა, შემდეგი ვიდეო იქნება ზუსტად ეგ კორვეტი. აი მაგ კორვეტზე იქნება შემდეგი ვიდეო. კიდევ ერთი 8 ცილინდრიანი და იქაც ნახავთ რას როგორ ვაკეთებთ. GTS-ის გაძლიერება გაგრძელდება, კორვეტის მოხოდვა ძალიან მალე მორჩება და ერთი სული გვაქვს მთელი ქალაქი დავანგრიოთ და დავიფრთხოთ და ასევე დავჩაგროთ სხვა მანქანები. მე ვარ გიორგი სარიშვილი, ეს იყო უხეშ ტესტ-დრაივი უხეშ GTS-თან ერთად. დროებით. ჰაერი შევისუნთქო, თორე ტყვის აღარ მიეწოდება ჟანგბადი იმდენი ვაპარაკო. დაჭერი მდინარაძე რამე და გამოვა. ევენჩურია. აუ შე თუ კორვეძე სისხლი არ გაგიშრო, ჩემი იმით ნახავ მე სცენარით. მე არ დაიწყო ვერ ვიზავდა ესე არ არის. აი იაფარულა მომახსენდება, როგორ შეიძლება შენი კაი, ხო გამანები არ მაქვს შენი რო წავედი. ორია, შეჩე ვიბრიდები. მე რო დავიძახებ სათვალე, მიაწვდი რა იდუში რა. გაგიცილი რული აი ეს სწორად მივდიო. მართლა? აი ეს არის ძმაო რა, DJI-ის Racing Drone FPV. პროსტა მიფრინავდა და უცებ გაითიშა და ჩამოვარდა. აი პროსტა. უი, GoPro არ არის. მანდ ვეგდება, რომ გაძვრა სადღაც.
მე ერთო დღეს ბევრი ბუქსავე, ხა დაიწყე. კარგი გადრები რომ გადავიდე. დიაცალე მაგასა. დღეს არის 27 აპრილი, ჩემი დაბადების დღეა. და იმის მაგირად რომ ეხო ქეიფობ და ვიღებ ტესტ-დრაივის. მე ვარ თეთრი. არა, შავი ხარ. შავი, всё, ბრატ. შაში ხო იყო ძმაო. შავი კურდულია ზოგადად. დაბრძანდით. ვაა. მაგარი. მე ვეგაგიკეტავ თუ შეიძლება არ შეწუხდეთ.